გამარჯობა, მე დღეს ვსაუბრებ იმაზე, როგორ მუშაობენ გაზის საწმენდები ქიმიურად და რატომ შეიძლება ზოგჯერ ლაქებიც კი დატოვონ. გაზქვრის მთავარი პრობლემა არის ცხიმი. ცხიმი ქიმიურად შედგება ცხიმოვანი მჟავებისგან, რომელიც საკმაოდ მდგრადი ნაერთებია. ზოგიერთი საწმენდი საშუალება შეიცავს ტუტეებს, მაგალითად ნატრიუმის ჰიდროქსიდს ან ნატრიუმის კარბონატს. ტუტე ცხიმთან შედის რეაქციაში, ამ პროცესში ცხიმი იშლება და გარდა იქნება ისეთ ნივთიერებად, რომელიც წყალში ადვილად იხსნება. ამის გამო ცხიმი თითქოს რბილდება და ბევრად მარტივია მისი ზედაპირიდან მოშორება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქიმიური საწმენდები ყოველთვის უსაფრთხოდ არ მოქმედებს ზედაპირზე. მაგალითად, თუ საწმენდის საშუალება ძალიან ძლიერი ტუტეა და დიდხანს მოხვდა ზედაპირზე, მან შეიძლება დააზიანოს გაზქვრის დამცავი ფენა, მაგალითად ემალი ან უჟანგავი ფოლადი, რის შედეგადაც შეიძლება გაჩნდეს თეთრი ლაქები ან მქრალი ადგილები. ამიტომაც გაზქვრის საწმენდის საშუალებები ეფექტურად შლის ცხიმს, მაგრამ მისმა ხანგრძლივმა ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს გაზქვრის ზედაპირი. მოკლედ, ქიმიური საწმენდის საშუალებები ტუტეების დახმარებით შლიან ცხიმს, მაგრამ ამ ქიმიურმა რეაქციამ შეიძლება გაზქვრის ზედაპირზეც იქონიოს გავლენა, ამიტომაც საჭიროა მათი სწორი და ფრთხილი გამოყენება. გამარჯობათ, მე ვარ ირაკლი. დღეს ამ ვიდეოში ჟანგიან ლითონს გავაცვლით მოუშორების ჟანგს ქიმიური რეაქციის დახმარებით. ამ ვიდეოს გადაღების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ხშირად ვიყენებთ ქიმიურ რეაქციებს და შეიძლება ამას ვერ ვხვდებოდეთ. და კონკრეტულ მაგალითზე მოვიყვან ამ სიტუაციას. ამ ბანკში მოთავსებულმა კოკა-კოლამ, რომელიც შეიცავს ფოსფორის მჟავას, რომლის ფორმულაც ასე ჩაიწერება, რომელიც შემდეგ რეაგირებს ლითონზე არსებულ რკინის ოქსიდთან, რომელს ფორმაც ასე ჩაიწერება და საბოლოოდ ვიღებთ ასეთ ფორმულას. ამ ფორმულით ხვდებით, რომ ფოსფორის მჟავა ხსნის ჟანგის ნაწილს, შემდგომ წარმოიქმნება რკინის ფოსფატი და წყალი. გარკვეული დროის განმავლობაში მჟავა დაზიანებულ ოქსიდურ ფენას აზუსტებს. ამასთან ერთად, თუ დავუკვირდებით კოკა-კოლას, შევამჩნევთ, რომ იგი უფრო შედარებით მუქი შეფერილობისაა, რადგან ამ რეაქციის პროცესის განმავლობაში ჟანგის ნაწილაკები სითხეში გადადიოდა. ხოლო თუ დავუკვირდებით ლითონს, შევამჩნევთ, რომ იგი უფრო გლუვი და ნაკლებად ჟანგიანია, რადგან წარმოიქმნება რკინის ფოსფატის თხელი ფენა, რომელიც მოლეკულურად უფრო სტაბილურია. სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. ნახვამდის. გამარჯობა, მე მარიამი ვარ და კეთილი იყოს მობრძანება ქიმიის სამყაროში. იმ საიდუმლო ლაბორატორიაში, სადაც ყოველი მოლეკულა მალულად ატარებს საკუთარ ისტორიას. აქ ნივთიერებები თითქოს ჩვეულებრივი ჩანს, მაგრამ როცა ერთმანეთს უახლოვდებიან, იწყება პატარა დრამები, მეგობრობა, შეჯახება და გარდაქმნებიც. ერთი ნაპერწკალია საჭირო და უჩინარი ნაწილაკები იწყებენ ცეკვას. ქმნიან ახალ ფერებს, სურნელებს და ფორმებს. დღეს ვერცხლზე მინდა გესაუბროთ. თქვენს შემნერად გიყვართ ვერცხლი და მალე გიჭუჭყიანდებათ? მაგასწავლეთ პატარა რამდენიმე ხერხს, რითიც შეგვიძლია ჩვენი ვერცხლი თავდაპირველ სახეს დაუბრუნოთ. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება საჭმელის სოდა, პატარა ჯამი, ფოლგა და უბრალოდ დადუღებული წყალი. ვერცხლი დროთა განმავლობაში შავდება. ამის მიზეზი არის ჰაერში არსებული გოგირდის ნაერთები. ვერცხლი რეაგირებს გოგირდთან და მის ზედაპირზე წარმოიქმნება შავი ფენა, ვერცხლის სულფიდი, რომლის ფორმულაა არგენტუმორი-ესი. როდესაც ვერცხლი ეხება ალუმინის ფოლგას და იმყოფება ტუტე გარემოში, მიმდინარეობს აღდგენა ჟანგვის რეაქცია. ალუმინი უფრო აქტიური მეტალია, ამიტომ ის იჟანგება, ხოლო ვერცხლი აღდგება. მისი მთავარი რეაქცია ასე გამოიხატება. იგი აჩქარებს იონების მოძრაობას და ხელს უწყობს რეაქციის მიმდინარეობას. მოდით ახლა მოვსინჯოთ მეორე ხერხითაც. ამჯერად ჩვენ ვიყენებთ ძმარს, ისევ ფოლგას და ადუღებულ წყალს. ვერცხლის შავი ფენა წარმოადგენს ვერცხლის სულფიდს, არგენტუმორ-ეს. ძმარი ქმნის მჟავე გარემოს, რომელიც საშორებს ალუმინის ზედაპირზე არსებული ოქსიდის ფენას და საშუალებას აძლევს რეაქციას დაიწყოს. ალუმინი უფრო აქტიური მეტალია, ამიტომ იგი იჟანგება, ხოლო ვერცხლი აღდგება და ბრუნდება თავის მეტალურ მდგომარეობაში. მთავარი რეაქცია ასე გამოიყურება. ამ პროცესში ალუმინი იღებს გოგირდს, ხოლო ვერცხლი ისევ ბრწყინვალე ხდება. ცხელი წყალი აჩქარებს რეაქციას, რადგან ტემპერატურის ზრდა ზრდის ნაწილაკების მოძრაობას და შეჯახების სიხშირეს. მეტი შეჯახება უდრის სწრაფ რეაქციას.
ახლა ჩვენ ვხედავთ უკვე გაწმენდილ ვერცხლს. ქიმიური რეაქციის შედეგად ვერცხლის სულფიდი აღდგა და ვერცხლი დაუბრუნდა თავის მეტალურ მდგომარეობას. ალუმინმა მიიღო გოგირდი და ვერცხლი კოლხის მყინვარი გახდა. ეს პროცესი გვეჩვენებს, რომ ქიმიური გარდაქმნა შესაძლებელია მექანიკური დაზიანების გარეშე. გმადლობთ ყურადღებისთვის.